მოგესალმებით. დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით ამ მართლაც უძველესი და ისტორიული, მარადიული ქალაქიდან, ქალაქი მცხეთიდან, რომლის ისტორიაც გადაჭარბების გარეშე ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ ცივილიზაციასთან. და სამწუხაროა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ ქალაქზე ნაკლებად ითქვევა, რომ შეიმჩნევა თუნდაც იოტისოდენა პროგრესი, განვითარება, წინსვლა, ისევე როგორც სხვადასხვა ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. მე რატომ მეამაყებით, იცით დღეს აი ამდენი რომ ხართ მცხეთის რაიონის მაცხოვრებლები? იმიტომ რომ დაზუსტებით ვიცი, ყველაფერს აკეთებდნენ, ყველაფერი გააკეთეს, მუნიციპალიტეტიდან დაწყებული, პოლიციის სხვადასხვა თანაშრომლებით გაგრძელებულება და სხვადასხვა ეგრეთ წოდებულმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომ ეს დარბაზი დღეს ვერ შევსებულიყო, მაგრამ ხედავთ ადგილი არ არის. და რატომ იცით? იმიტომ რომ ყველანი თითოეული თქვენგანი დღეს აქ არის გულანთებული. ყველანი ვინც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ვართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული. ეს არის უკეთესი ხვალინდელი მცხეთა, უკეთესი ხვალინდელი მცხეთის რაიონი, უკეთესი ხვალინდელი საქართველო. და ყველა თითოეულ თქვენგანს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით უძგერს გული. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების სხვა მოქალაქეების შვილიშვილებისა და შვილების ბედი ანაღლებს. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ მხარეს არის სახელმწიფო კრიმინალურ რაღაცა კორუმპირებული კლანები, არ ვიცი ვინ, ივანიშვილები, ჩარტიშვილები, რომელი ერთი გითხრათ, კეზერაშვილები და ასე შემდეგ, მთელი შეხვედრა არ გვეყობა, რომ ჩამოთვალოთ ამ ადამიანების კლანები. და მეორე მხარეს არის გულანთებული საქართველო, მეორე მხარეს არის ნამდვილი პატრიოტი ქვეყნის მოქალაქეები. და ჩვენ ვართ აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჩემო მეგობრებო. ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ რაღაც 21 დღეში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. მეტიც ეს არ არის არჩევნები და ესეც ძალიან კარგად ვიცით. ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ეს არის ბრძოლა ყოველგვარ მანკიერებასთან. ეს არის ის ბრძოლა, აი თაობებმა საკუთარი დაღვრილი სისხლით და ოფლით დამოუკიდებლობა რომ მოიპოვეს და რომ დაგვიდეს და რომ გვითხრეს, მოუფრთხილდით, გაუფრთხილდით და იბრძოლეთ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. აი ეს ბრძოლაა, ჩემო მეგობრებო. ეს არის ბრძოლა უიმედობის, უპერსპექტივობის, აღვირახსნილობის, უმწეობის, სიღარიბის, აი ამ ყოველივე უბედურების წინააღმდეგ, რომელმაც დაისადგურა ამ ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში და არ შემიძლია არ გითხრათ, არ შემიძლია არ თქვა, რაც ყველაზე მეტად მახარეს. აი ხა აი ამ დარბაზში არიან ის ადამიანები, ვისაც პრაქტიკულად ყველას პირადად ვიცნობ და გულზე ფელი გულით გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ აქ არიან ადამიანები შეკრებილი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს აცკი ესაუბრებოდნენ. ალბათ 2 წლის წინ ნაწილი თქვენგანი ერთმანეთს შეხვედროდით, სალამსაც არ ეტყოდით. სხვადასხვა ყოფილი პოლიტიკური პარტიების ხარდაჭერები, რომელსაც დიახაც ისევე უნდათ განვითარებული საქართველო, როგორც დღეს უნდათ, მაგრამ სამწუხაროდ იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ზოგი მოისყიდეს, ზოგი გათიშეს, ზოგმა უბრალოდ უარი თქვა ბრძოლაზე, მაგრამ დარჩით თქვენ ამ ბრძოლის ველზე და ჩვენ ყველანი ერთად ეხლა გავერთიანდით კრიმინალების წინააღმდეგ, ხახლო. გავერთიანდით ფაცხალაძეების წინააღმდეგ, ჩარტიშვილების წინააღმდეგ, გახარიების წინააღმდეგ, კეზერაშვილების წინააღმდეგ. და ამიტომ ყველაფერი არის ჩვენს ხელთ. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ამ არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი. ვერანაირი გამგებელი, ვერანაირი მერი, ვერანაირი პოლიციის უფროსი ამ არჩევნებს ვერანაირი ფაცხალაძე ვერ მოიგებს.